თბილისის რეაბილიტირებული უბნები და ისტორიული ნაგებობები ჩვენს დედაქალაქში უკვე რამდენიმე თვეა სარეკონსტრუქციო სამუშაოები ყველა ძველ ქუჩას უტარდება. სპეციალისტები ცდილობენ ისტორიულ ძეგლებს პირვანდელი სახე შეუნარჩუნონ და ამასთანავე ორგანულად მოარგონ თანამედროვე არქიტექტურულ სტილს. ერთ-ერთი ასეთი მასშტაბური სამუშაოების შედეგს პრეზიდენტი დღეს განახლებულ მარჯანიშვილის ქუჩაზე გაეცნო. დედაქალაქის ერთ-ერთი კოლორიტური ქუჩა დღეს უკვე სრულიად განახლებულია. მარჯანიშვილის ქუჩაზე ისტორიულ სახლებს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდათ. დამატებით აშენდა 4 ახალი ორიგინალური დიზაინის შენობაც, სადაც სავაჭრო ცენტრი და კომერციული ფართი განთავსდება. განახლებულ მარჯანიშვილის ქუჩაზე დღეს პრეზიდენტი მივიდა. მიხეილ სააკაშვილმა რეაბილიტირებული და ახლად აშენებული შენობები თბილისის მერთან ერთად დაათვალიერა. პრეზიდენტი მიმდინარე სამუშაოების პროექტს დეტალურად გაეცნო. ესეთი რაღაცაა რა, ხა მე არა მხოლოდ თბილისელი ვარ, არამედ აქაური თბილისელი ვარ, აქა ვარ დაბადებული ერთ-ერთ მეზობელ ქუჩაზე და ბავშვობაში ვიზრდებოდი მოედანზე და არ ვიცი, ბევრი რაღაც ხდება ჩვენ ცხოვრებაში, ჯერ კიდე იმის გამო რამდენი პრობლემა, ამდენი საკითხია, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, როცა ადამიანს ყოველდღიურად ეს პრობლემა აქვს, ამხელა მასშტაბის შენობა მიდის თბილისში. ისტორიაში, არც ერთ ეპოქაში ერთად აღებული ამდენი არ შენება. და ეს შეიძლება საბოლოო ჯამში უნდა გადაიხა ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ თითოეული ეს ფასადი, თითოეული ახალი შენობა ახლა ეს შენობა ხო უკანაც სახლის ბინების ფასს დის რამდენჯერმე თუ არა ყოველ შემთხვევაში 30-40-60% დის ეკრება. ეს ნიშნავს რომ უჩნდება მეტი შესაძლებლობა ხალხს გარდა იმისა უკეთეს გარემოში იზრდება მათ შვილები და ეს ნიშნავს იმას რომ საერთოდ თბილისი მიდის ზემოთ. თბილისი დღეს არის ყველაზე მთავარი აღშენებების ცენტრი საქართველოში, მაგრამ იმდენი პრობლემაა თბილისში, რომ ერთხელ ხედავთ ეს ძალიან ბევრი რაღაც კეთდება, მაგრამ კიდევ უფრო მეტად წარმოჩინდება რამხელა პრობლემები რჩება. იმიტომ რომ ადრე კონტრასტი არ იყო ასეთი, ხო? ეხლა რასაც ხელი ხვდება და წინ მიდის, მერე ბუნებრივია ჩნდება კონტრასტი, რაც ჯერ კიდევ ხელი ვერ მივახციეთ იქამდე, მერე იმ ხელა კონტრასტი არ მოიქნება. რა თქმა უნდა, აქ არის, მაგრამ შეგვიძლია აქედან ცოტა იქით წავიდეთ და უამრავი საიზღრობა ვნახოთ კიდე. ადრე ყველაფერი საიზღრობა იყო და ამიტომ ის შეიძლება ისე თვალშეცემი არ იყო. და ხალხის მოთხოვნაც უფრო იზრდება, რაც მეტ კეთდება, მით უფრო ხალხს მეტი უნდა ესეც ბუნებრივია. ამიტომ ჩვენ რა გვქალტენატი უნდა გავაგზავნოთ ეს ყველაფერი და ისეთ და მეორე ხა თბილისში ამდენი ტურისტი ერთ სულ მოსახლეზე ისტორიაში არ ყოფილა მარტო ეხლა ეს ნიშნავს იმას რომ ბევრი ბიზნესის გაუჩერს შესაძლებლობა ეხლა გუშინწინ შემთხვევით გავიარე ქართული სასმელოს მაღაზია ჭაჭაზე ვნახე უცხოელების რიგი პირი გავახე ეს ხო ვიღაცამ შექმნა ეს მაღაზია ვიღაცამ ხო ის ჭაჭა ჩამოასხა ვიღაცა ხო იქ შემოსავალ შოულობს და რა ხარ რიგია ესე იგი 10 რო გაიხსნას კიდე 10-ე მაღაზია იქნება დატვირთული ამიტომ ყველა უნდა ვიფიქროთ პატარა ბიზნესებს გახსნათ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხელი შევუწყოთ აგერ პასაჟი გაკეთა აქ უნდა გაიხსნას ბევრი მაღაზია რომ ამოძრავდეს ეკონომიკა და ვიხეიროთ ამ ლამაზ ფასადები გადავზარდოთ ტურიზმის ზარტურისტში მოძრავ ეკონომიკაში ახალ მაღაზიებში ახალ კაფეებში ახალ რაღაც პატარა სუვენირების საწარმოებში ახალ სამუშაო ადგილებში ესე იგი ახალ ცხოვრება გაუმჯობესებულ ოჯახებში ეს არის და ეს თბილისი აქ ცხოვრობს ძველი ქართული ინტელიგენცია ჩვენი და ყველაზე მეტად ის დაზარალდა 90-იან წლებში და ხალხმა დაკარგა მუდმივი სამსახური ხალხმა დაკარგა აი გიგონა მიწა გამოეცალა ხალხს რა და დღეს კიდე დიდი ნაწილი მაინც ასე არის ამიტომ ამ ხალხის გადამზადება ახალ პირობებზე მორგება აი ამ ყველა რო ისარგებლოს რომ რას ნიშნავს ეს მე კი არ ნიშნავს მარტო ჩვენ ტელევიზორში გამოვიდა ვისი ამონეთ და ერთმანეთს ხარზე ხელი დავარტყით მე და ეს ნიშნავს რომ ამ ხალხს გაუჩნდეს რაღაცა კიდე დამატებით საერთო და საბადებელი მარჯანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად მოწესრიგდა და ინფრასტრუქტურა გამოიცვალა სახურავები გამაგდა შენობების საძირკვლები განახლდა ფასადები მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიცვალა მიწისქვეშა ძველი კომუნიკაციები და სანიაღვრე სისტემა ისტორიულ ქუჩაზე არსებულ შენობა ნაგებობებზე თანამედროვე კომბინირებული განათების სისტემები დამონტაჟდა ფეხით მოსიარულეთათვის მოწესრიგდა საფეხმავლო პასაჟი ეს ყველაფერი კი ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის ისტორიულ ქუჩას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. საცხოვრო. მარჯანიშვილია. რომელად? აი, ახალი შენობები. ამის უკან? დიახ. ოქტომბერში რაცოში? ბატონო? ოქტომბერში რაცოში? დიახ. კაი, ცენტრი თბილისი უნდა იყოს ისეთი როგორც აი მართლა რო აი ყველაფერს ჯობდეს ევროპაში და ამ რეგიონში მით უმეტეს. მეორე მხრივ ჩვენი ხალხის ძირითადი ნაწილი ცხოვრობს გარეუბნებში.
გარეუბნებში, ამიტომ ხრუშჩოვკების პროგრამა, ამიტომ კორპუსების გამაგრების პროგრამა, რომ ეზოებს ვაწყობთ ისედაც ამ ხანაგობებში, მაგრამ მანდაც პრობლემაა, რომ ამ ხანაგობებში მოკლედ იქ ვერ რიგდებიან რაღაც თანადაფინანსებაზე, ბევრს ამის შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომ რაღაც უფრო დაუცველებზე უფასოთაა. ბევრი რაღაც უნდა დავხატო. აქ რაც ახლა დავხარჯეთ, ეს არის ინვესტიცია, რომელიც ამოიღებ. იქ იმას ვერ ამოიღებ, მაგრამ სამაგეროდ რასაც აქედან ამოიღებ, უნდა ჩავდოთ იქ, რომ სოციალურად დავეხმაროთ ყველაზე საჭიროებას გავმართოთ ხელი. გარეთ ძალიან კარგია, რომ საერთოდ ღირებულება აქვს, მაგრამ შიგნით ჩვენი ბავშვები იზრდებიან, საერთოდ ოჯახები არიან ხო? შიდა ფასადები, შიდა ეზოებიც ისეთი ხარისხი, რასაც გარეთ დავხარჯავთ, ხარჯავთ შიგნით. რომ არ დარჩეს არც ერთი დეტალი. არ უნდა იყოს, რომ გარეთ ტრეს თვალს უყურებს და შიგნით მოყარეს, შიგნითაც მოყარეს თვალი და გაახაროს პირველ რიგში. უფრო მეტი კომფორტისთვის და გადატვირთული მოძრაობის თავიდან ასაცილებლად განახლებულ ქუჩაზე მოეწყო 120 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკირების ადგილი, რომელიც თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი. ახალი ობიექტი დღეს თავად პრეზიდენტმა შეამოწმა. აი ეს არის ახლა ევროპა საქართველოს. სპილიშ მანქანების გაორმაგდა, ხო? როცა ვლაპარაკობ ცხოვრების დონის მაჩვენებაზე, ხა ეს თავისთავად მარტო არ არის მაჩვენება, ორ გაორმაგდა მანქანები ვარდების რევოლუციის შეფერდა. ეს მანქანები საკუთარ ხონდა დადგეს, ასე რომ შემოვიდა უკვე ევროპული პარკინგების სისტემა. აღარ არის ეს ადრე მივატოვეთ ქვაფენზე რაღაცა ისე. აი ეს არის ის რაც მომავალში ყველა სახლის ქვეშ უნდა იყოს ეს. მაგრამ ეს არის პირველი ესე ყველაზე ევროპული ქუჩა გაკეთდა საქართველოში, ყველა ევროპული ინფრასტრუქტურის აუცილებელი დეტალი. რეაბილიტირებული ქუჩის გარდა პრეზიდენტმა მარჯანიშვილის მოედნიდან ეგრეთ წოდებულ ვორონცოვის მიმართულებით მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებით დაათვალიერა და პროექტის დეტალებს გაეცნო. ქუჩაზე უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს ისტორიული სახლების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც. ამ დროისთვის სამუშაოებზე 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ეს იყო ყველაზე ეხა მე აქ დავიბადე ამ კუთხის სახში, ყველაზე გაუბედურებული უბანი იყო ეს. ეგერ ბებიაჩე მუშაობს ინსტიტუტში იქ და იქამდე სანამ აი ეს ხეხი ჩავიდოდი იუსტიციის საფრთხე აღერე. ხო, მაშინ კატასტროფა ეს იყო აი ყველა რაღაც ბარაკების დონეზე მისული. ანუ გაუბედურებული ხა ამ შენობების გამაგრებამ და იმან წაიღო. მე ძველი მთავრობის ერთმა მინისტრმა ჩადგა ეს საზღვრობა. კიდე კაი ხა ინვესტორი გამოჩნდა და რაღაც გააკეთა, იმიტომ რომ ჩააკვეხა ამ ისტორიულ უბანში კაცმარიც რა. სამი სართული მოხსენ, თორე საათში. ეს არის ის ახალი მასალა როდის ბაზაროა და რა თავი არის პერიოდში. ეს არაფერი. წყალი გამოყავთ თქვენთან? მას გაიგებთ ხო? წყალი გუშინ აღარ იყო წყალი. წყალი არის, ხო? წყალი ყავს აკეთებენ და აწიგ იქნება ყოველთვის წყალი და ბევრი წყალი. ვიზუალი ერთად საჩურის აფქუში ცოტა არის. შემცირდა. ნარჩუნეთ ყველაზე დაბალ ხაზს, ძირითადად სამომხმარებლო ემელა. საკვირაოა. მაგრამ ნუ მაისში იქნებოდა კიდე ბევრი. დაფუჭა თუ ეს საფორში აქტიურად ვარდება. ხალხის გასვლაზე არის ვარდება, აი არის რატო? სტრუქტურა იცვლება რაღაცნაირად. და ორი ლარი. ეს კიდე დაწებ. ლარი და 89 ფსიქოლოგიური მომენტია. კარტოფილი 89. ამერიკაში როგორც არის, ნოვისწავლოთ რა. მარკეტინგი ჯანიშვილის ქუჩა აბსოლუტურად იცვალა იერი. დღეს დასრულდა მისი პრაქტიკულად ხელახალი მშენებლობა, ანუ ის შენობები, რაც ისტორიული იყო, ის აღდგა და მთლიანად ახალი პასაჟი გაჩნდა. მთავარი რა არის ეს ნაწილი ბუნებრივია, ძალიან აქტიური კომერციული ნაწილია და მე დარწმუნებული ვარ ისევე როგორც მაგალითად ტაბიძის ქუჩაზე, ისევე როგორც ძალიან ბევრ ადგილებში თბილისში, იქ სადაც მოხდა სახელმწიფოს მხრიდან რესტავრაცია, ხდება ამ ადგილების მაქსიმალური კომერციალიზაცია, ანუ იქნება დამატებით სამუშაო ადგილები. მაგალითად რომ ავიღოთ თვითონ აღმაშენებლის გამზირი, მისი რესტავრაციის შემდეგ დაახლოებით 3000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა მარტო აი ამ ქუჩაზე, იმიტომ რომ ეს დამატებითი არა მარტო სილამაზეა და იმ ხალხისთვის კომფორტი, ვინც იქ ცხოვრობს, არამედ დამატებითი ბიზნეს მიმზიდველობა. ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირზე სამუშაოები 2012 წლის შემოდგომაზე დასრულდება. სულ სარეკონსტრუქციო სამუშაოები 70 ისტორიულ სახლს ჩაუტარდება. თითოეულ მათგანს პირვანდელი იერსახე შეუნარჩუნდება.